გამარჯობა მოგესალმოთ მანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. მადლობ. ტრადიციულად ვიწყებთ სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, რომელიც ძალიან მოგვენატრა და ძალიან მალე იქნება თავისუფლებაზე, ნელ-ნელა უახლოვდებით მის თავისუფლებას. და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარ, ძალიან მალე მართლა უსურვებ ყველას გათავისუფლებას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური თემით, დიდი შემოტევაა დასავლეთის მხრიდან ქართულ ოცნებაზე, ძვირფასო მეგობრებო. უდიდესი შემოტევა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი. კანონპროექტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკასო სადაზვერვო და თავდაცვითი უწყებებთან ერთად შეისწავლონ რუსეთის, ირანის და ჩინეთის სადაზვერვო გავლენა საქართველოში. ხვდებით ალბათ, როგორი მძიმეა ეს წინადადება ქართული ოცნებისთვის. მეორე დილითვე ძვირფასო მეგობრებო, რაც ეს გამოქვეყნდა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა, სადაც თაყვანისცა აქო და ადიდა ბიძინა ივანიშვილი. ვნახოთ ვიდეო კოლაჟი, რომ უკეთ მიხვდეთ, როგორი იყო ქების ხარისხი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მერი ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია. რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი როსმეისტერი, გამორჩეულ ინტელექტს, როსმეისტერულად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ბიძინა ივანიშვილის როლი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, ბიძინა ივანიშვილის სარგებლობ მისი რჩევით, მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია. ბატონი ბიძინა ივანიშვილთან ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ისე განსაკუთრებული კომპეტენციის. ბიძინა ივანიშვილმა რავალ მილიარდიანი მეცენატური საქმიანობით მის ოჯახსაც მუდმივად თანსდებს ბიძინა ივანიშვილის მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული და ფასდაუდებელი. ეს 7 წუთიანი ბრიფინგში 27 ჯერ გაიჟღერა ბიძინა ივანიშვილის სახელმა. 27 ჯერ. მოკლედ იმდენჯერ ახსენე, რომ ბოლოს კულისები და ბიძინა ყვირო და კარგი გეყოფა გამისკდა თავი. სხვათა შორის ღარიბაშვილი ამაზე 2.5-ჯერ სწრაფი იყო. რომ გაგეღვიძებინა, ხო პირველ 6 სიტყვას მადლობა ბატონ ბიძინას ამბობდა, მაგრამ კი არის ახლა კურორტზე 5 წლიან არდადეგებზე გაშვებული ისვენებს კაცი. მოდი ნახოთ ქათინაური შემდეგი, ამასაც ვერ გამოვტოვებ. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება. გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. რა არის ახლა ეს კაცო? ეს გადამეტებული ქებადიდება, რა უბედურება. შეაქე, მაგრამ ცოტა ობიექტურად ხო შეიძლება ირაკლი რა. რა თუნდა ეს გაზვიადება და გაორმაგება ყველაფრის. ყველა ვიცით, რომ გამორჩეული ინტელექტით არის დაჯილდოებული, მაგრამ უანგარო პატრიოტიზმი? ცოტა გადამეტებული მეჩვენება მე ჩემი აზრით. ისე რა გიკვირს, სადაც ზვიადისთან და კოსტავასთან ერთად დამოუკიდებლობა მოუპოვა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა. არა გამორიცხული არისტოტელეს მოსწავლეც ყოფილიყო ალექსანდრე მაკედონელთან ერთად. უბრალოდ ალექსანდრეს აღარ გაჰყვა მერე სპარსეთში და ინდოეთში საუბრად, იმიტომ რომ თავიდანვე მშვიდობა უნდოდა და მაგიტო ეტყობა. ირაკლი კობახიძემ ასევე გითხრა თუ რა დონეზე ერევა ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობასა და ქვეყნის მართვაში. ნახოთ კობახიძის ფრაზა. ბატონი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხშირად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, ღია სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას. ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს. ყველაზე ხშირად რა 10-დან 9 შემთხვევაში ბიძინას აზრი იმარჯვებს. იმ ერთხელაც სხვისი აზრი რო იმარჯვებს, ისიც ბიძინასია ოღონ სხვისი პირით ნათქვამი. ასე აქვს საათივით აწყობილი იმ ბრძენ კაცს, ეს რა მოგვევლინა ღმერთო. ისე ირაკლი მე არ ვიცი შერა დამოკიდებულება გაქვს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ არც მასია საქმე. გვახსოვს ჩვენ ხუნდაძის აჯანყება. ბიძინა რო ამბობდა უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარებიო და ხუნდაძემ აით შენ ვის გაუბედეო, რას ქვია მაჟორიტარები უნდა გააუქმო? სილასტკისა ბელაც.
აუჯანყა დეპუტატები, მაგას რა დაგვავიწყებს? არც ისეთი უძლეველია ეგ თქვენი ფალავანი. ირაკლი კოვახიძე ბრიფინგზე ერთი საინტერესო ფრაზა თქვა, რომელიც რომც არ ეთქვა, ისედაც გასაგები იყო, მაგრამ ხაზი გაუსვა მაინც. მოდი ვნახოთ ეს განცხადება. მე როგორც მთავრობის მეთაური და მართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით. ქვეყნის პირველი პირი ყოფილა პარტიაში მეორე პირი. მეტი რა თქვას, გვეუბნება აგერ კაცი, მე არაფერს წარმოადგენო. მოკლედ ამერიკა თუ რამეს გვიპირებ, მე პატარა კაცი ვარ. ჩემთვის დავბაჩუნობ კანცელარიაშიო, ერთი სიტყვით, თან ბიზნესში აქო და თან შეაჩეჩა ამერიკას საჯიჯგნად. აი ესე რო შევხედოთ, მე მგონი ეს იყო ჩანაფიქრი. ჩვენი საამაყო მთავრობა რომ ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან ცდილობს ურთიერთობების აწყობას, ამის პარალელურად სომხეთის სულ უფრო მიიწევს ევროპისკენ. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პაშინიანის პარტიამ, მისმა კონკურენტმა რუსმა ოლიგარქებმა პაჭკებით არიგეს ფული. პაჭკებით, მაგრამ სომეხი ხალხი ფულზე არ გაიყიდა. ამაშიც გვაჯობეს სომხებმა. ჩვენთან ფულს ვინ ჩივის 5 კილო კარტოფილზე გვაქვს გაყიდული ქვეყანა, რა ფული, რის ფული? იმიტომ ვყიდით, რომ მომავალი არ გვაინტერესებს და ძირითადად აწმყოზე გვაქვს გათვლა. ბრძენი ხალხი ვართ და მაგიტომ. ბრძენი რო ვართ მაგიტომ. მართალია სომეხმა ხალხმა უარი უთხრა რუსეთს და პროევროპული კურსი აირჩია, მაგრამ სამაგიეროდ გულს ნუ გაიტეხთ მეგობრებო. გულს ნუ გაიტეხთ ჩემო ქართველებო, ხინკალი და ხაჭაპური ხომ ჩვენია. რაც ჩვენია, ის ჩვენია, იმას ვერავინ წაგვართვებს, ვერ ჩურჩხელას. სხვათა შორის ტელევიზორისთვის მე არ მიყურებია, მაგრამ მაინც მივხვდი სომხეთში ევროპაბრო გაიმარჯვა. იმ დღეს რუსთავისკენ მივდიოდი და სომხეთიდან ევროპისკენ მიმავალი 5 დიდი ავტობუსი დავინახე ევროკავშირის ნომრებით. ეთხოვა ევროპაბრო გაიმარჯვა 100 საუკეთესო სომეხი მამაკაცი მოითხოვა ევროპაში გასათხოვებლად. საჯიშეს სომხების პირველ პარტიას მიერეკებოდნენ. საჯიშეს სომხების. აი, დაიწყო, იქაც დაიწყო. მინდა შევეხო ერთ საინტერესო ფაქტს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ რომელი პარტიები იღებენ მონაწილეობას და დააკვირდით ბოლო ადგილზე გასულ პარტიას, ძვირფასო მეგობრებო. აი შეხედეთ სუსუ ბოლოში პარტია ყველას წინააღმდეგ, ესე ქვია ამ პარტიას და მისი ლიდერი არის სპაიდერმენი. ანუ სპაიდერმენის ფოტო აქვს, მათი ლიდერი არის სპაიდერმენი. სხვათა შორის 22,000 ხმა აიღო. 22,000. აი რა საინტერესო ხერხს მიმართეს, ხედავ? მიბაზეთ ხალხო თქვენც. ჩვენ ოპოზიციაში რა ნაკლები გმირები ყავს? ბოკერია ბეთმენი, შერგოლეიშვილი ქალი კატა. სურაგირჩი დედპული, გვარამია აირონმენი, ლემონჯავა პიტერ-პენი, ლევანჯავა უფრო ზღაპრის გმირი უხდება. ჩაიცვით შესაბამისი კოსტუმები და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ რადგინდა რუსთავის ციხიდან გაქცევას დააორგანიზებს ის გიჟი ჯოკერი. ის გიჟი ჯოკერი დააურევს ამ სუპერ ოპოზიციას დალაგებულ გეგმებს. ეს 22,000 ხმებით რო ჩაიცვა და ეხლა 22,000 რო აგაღებინათ, 2 მილიონ ხმაზე კი ახვიდოთ ამ გმირებით. და ასე მაინც გავისტუმრებით ბატონ ბიზინა ივანიშვილს, რა ვიცი, მაგრამ თქვენი ამბავი რო ვიცი, მაინც ჩხუბი მოგიწევთ, ფორმებს ვერ გაიყოფთ. არამე უნდა მეცვას ბეტმენი, არამეო სპაიდერმენის და სუპერმენის ფორმა ვინ აიღო? ერთხელ და სამუდამო დაიმახსოვრეთ ამ ალიანსში სუპერმენი მე ვარ, ვიღაცა იტყვის. ესეთი ხო არის ხო. მინდა შევეხო ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ აქტივობებს. მოკლედ აგიხსნით რა ხდება ოპოზიციაში. წინა კვირას გაიმართა ორთაბრძოლა მელიასა და სააკაშვილის შორის. ამ კვირაში იბრძოლეს ანა წითლიძემ და ნიკა გვარამიამ. იქეთ კვირას გაიმართება ფინალი და ფინალში გამარჯვებული უკვე სუპერ ფინალში ხვდება თამარ ჩერგოლეიშვილს. ამიტომ არის ჯერჯერობით ჩუმად თამარ ჩერგოლეიშვილი, ანუ ფინალს ელოდება, სუპერ ფინალს. როგორი სიტუაცია იცით, ოპოზიცია მოდის ოპოზიციურ არხზე, რომ აგინოს ოპოზიციას. და ოპოზიციის მეორე ნაწილი მოდის ამავე ოპოზიციურ არხზე, რომ აგინოს იმ ოპოზიციას, რომელმაც აგინამ ამ ოპოზიციას. და რომლებიც გვეუბნებიან მე რომ ერთობით დაამარცხებენ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს. აი ესეთ ერთობით.
მიშამ უფრო მეტად მიშამ თქვა რომ უფრო მეტადო ჩემს ოპოზიციას გადაიქცნენო ესენიო სააკაშვილმა თქვა ვიდრე ბიძინას ოპოზიცია არიანო ისე მიშა ბარემ ციხეში ხარ და კარგი იქნება ზურგზე ერთ დიდ ტატუს თუ გაიკეთებ და დაიწერ დიდი ასოებით ახია ჩემზე აი ზურგზე დიდი ასოებით იმიტომ რომ ბიძინას გამოჩენიდან მოყოლებული იმდენი ახია შენზე რომ ვერც კი ვითვლით წიგნად რომ გამოსე ერთი სამტომეული გამოვა ახია შენზეები და ვიცი ბლომად სიახლეა ნაციონალურ მოძრაობაში როგორც მიშამ თქვა და შემდეგ ნანუკამაც დაადასტურა პარტია შემოუერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი და აქტიურად ჩაერთვა პარტიის განახლების პროცესში შესაბამისად მალე იმედზე ახალი ქარდები გამოჩნდება ვისი ფულით იყიდა ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი პიჯაკი ნანუკა ჟორჟოლიანი ძვირიანი საკვების გარდა ძვირიან საკვებ დანამატებს იღებს ესეც შეიძლება რატომ ისვენებდა ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში და რა ასვენებს როცა მისი პარტიის ლიდერი ციხეში იტანჯება აი ესეთი ნუ კიდე 1000 ქარდი შეიძლება შეგხვდეს უკვე დაიწყეს უკვე იმედმა სულ უფრო გრძელდება ევროკავშირის მხრიდან ქართულ ოცნებაზე ზეწოლა რომ შეასრულონ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პუნქტები მაგრამ ქართული ოცნება ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე და გვიცავს უცნაური საფრთხეებისგან ნახოთ ხალხის ძალის ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადება ვინმეს თუ ჰგონია რომ სულხან საბაურბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში რომ იქიდან კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში ძალიან ცდება აბა რა პირველად ოფიციალურად ლუი მე-14 მოგთხოვა გეი აღლუმის ჩატარება და უარი რომ უთხარით მაგიტომ აღარც დაგვეხმარა მერე ბრძოლებში კიდევ კარგი არ დაგვეხმარნენ თორე ამდენი ქალის პარიკიანი ფრანგი რო ჩამოვიდოდა ხო გადაირევოდნენ სპარსელები შევცხებოდით მტერთან და საერთოდ შეგახსენებთ ვინმეს თუ გონია რომ იაზონი მართლა ოქროს საწმისის წასაღებად იყო ჩამოსული ძალიან ცდება იმ გარყვნილი ევროპიდან ჩამოვიდნენ deep state-ის აგენტები რომ მეფე აიეტი გაეტაცათ და მე ჰერაკლეზე მიეთხოვებინათ დიახ ეგრეა მაგრამ გადავრჩით მეწვზე გადავრჩით იქ მედეამი ვაშკაცა მაინც მედეამი მიხდი იქ მიხდა იქ ჩანაბიძს და თვითონ გაყვა თვითონ გაყვა მე ვფიქრობ პარლამენტში უნდა შეიქმნას კაცების გათხოვების საწინააღმდეგო კომისია რომელიც შეისწავლის ვინ აპირებს გათხოვებას რომელი ევროპული ქვეყნის მამაკაცზე თხოვდება და ბოლოს თხოვდება თუ არა სიყვარულით ამ კომისიამ უნდა უხემძღვანელოს ამ ყველაფერს და მისი თავმჯდომარე უნდა იყოს ბატონი გურამ მაჭარაშვილი იმიტომ რომ ხშირად ახსენს ზოგადად აი ფსიქოლოგები ამბობენ რომ სექსზე ყველაზე მეტად ის ლაპარაკობს ვისაც აკლია ფულზე ყველაზე მეტად ის ლაპარაკობს ვისაც არ აქვს გათხოვებაზე ყველაზე მეც ის ლაპარაკობს ვისაც უნდა გათხოვება და ამ ბოლო დროს მაჭარაშვილმა ძალიან მოუმატა აი ამ გეი ქორწილებებზე ლაპარაკს და არ ვიცი რა ვიფიქრო ნეტა რა უნდა ამ მამის ტოლაკაც რაც შემოგვიჩნდა რა უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე ხშირად ქართული ოცნების პარლამენტარებსა თუ მთავრობის წევრებზე ჩნდება კითხვები აქვთ თუ არა დიპლომი რა განათლება აქვს და ასე შემდეგ გთავაზობ ჟურნალისტის და ოცნების დეპუტატის გასაუბრებას ჟურნალისტი დავიწყოთ ტურიზმის მენეჯმენტი რომ დაამთავრეთ რაში გეხმარებათ პარლამენტში ლატო ხინჩეგაშვილის პასუხი მოგზაურობაში აი ეს ზუსტად იგივეა კაც რომ კითხო კვების ტექნოლოგიაზე რომ ისწავლეთ ამდენი წელი რაში დაგეხმარეთ რა ვიჭამაში ან ესეთი ვერსია ტურიზმის მენეჯმენტი რაში დაგეხმარათ მოგზაურობაში დამეხმარა და პარლამენტარი იმიტომ გავხდი რომ პარლამენტარობაში დამეხმარება ანუ ხინჩეგაშვილს გონია რომ ტურიზმის მენეჯმენტს რო დაამთავრებ მოგზაურობაში დაგეხმარება მარკეტინგის მენეჯმენტს ვინც ამთავრებს ყველა მარკეტებში დადის ეკონომიკის მენეჯმენტს ვინ ამთავრებს ბაზარში ეკონომიას აკეთებს აი ესე გონია და მექანიკის ინჟინერიას ვინც ამთავრებს ის ხალხი მარტო მექანიკას ატარებს ქალაქში მანქანას აი ასეთი მარტივი და ბრტყელია მისი მსოფლმხედველობა ძვირფასო მეგობრებო სხვათა შორის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს კანონმდებელია ეს ადამიანი და რამდენიმე თქვენგანს ხმაც გაქვთ მიცემული
მონოლოგის ბოლოს მინდა გაგაცნოთ ქართული ოცნების დეპუტატების განწყობა არჩევნების მიმართ. გინდ 2028 წლის არჩევნები იყოს, გინდ ვადამდელი ქართული ოცნებას არაფრის არ ეშინია. ნახოთ ბეჟან წაქაძის კომენტარი კითხვაზე, ეშინია თუ არა ოცნებას არჩევნების. რისი მეშინია, კაცო? 20 არჩევნები წააგენ. 20 არჩევნები წააგენ უკვე პირწმინდად. 20 არჩევნები წააგენ, ხალხო, ხვდები? მართალია, რისი გულობიზა უნდა ეშინოდეს ახლა იმგენმა 20 არჩევნები წააგენ, ხალხო. ამგენმა შესაბამისად ხო მეიგენ. ხო და კიდე იქნება არჩევნები და კიდე მეიგებენ, არ არის პრობლემა. ასეა 2012-ში სწორი არჩევანი რო გააკეთენ, ქეყავთ ახლა მსოფლიოში უმაღლესი კლასის პოლიტიკური პარტია სათავეში. შეიძლება ახლა ვიცხებს აღარ მოსწოთ, მაგრამ უკვე ვეღარ გადაირჩიენ და უკვე ასეა. ასთია ინტელექტი თუ გაქვენ, ვერანაირი ძალა ვერ მოგერებიათ სყყენ. მართალია, მე რამდენი არჩევნები წააგენ ამგენმა და კიდე რის იმედი აქვს, ამ პარტიების აკრძალვის პროცესი რით ვერ დაამთავრენ ამგენმა, რით ვერ დაამთავრენ, ამევიდენ ყელში. შეგახსენებთ, რომ ეს კაცი არის ძვირფასო მეგობრებო, ესეც კანონმდებელია და მოსახლეობის ნაწილს ამაზეც გაქვთ ხმა მიცემული. უпроსტად ხმა გაქვენ მიცემული. რა ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ეგ იყო ჩემი მონოლოგი. იმედია ყველაფერი კარგად გეიგენ მაყურებელმა და თუ ვერ გეიგენ, ხვალ იქნება 2 საათზე გამეორება და თავიდან მოусმინეთყენ და გაანალიზეთყენ. გმირი ბიზნესმენები რო ყვავდნენ, ქემეიტანენ რეკლამას და ამ შოუსაც გააფორმებდა ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ გააგდნენ ყველა და რა ვქნათ, მართაც. მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.